კურიერი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. 6 ივლისს ცნობილი მთასვლელი და ბეჟამპერი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პარაშუტის ხტომაში ვალერი როზოვი კავკასიონის სიმბოლოს ლეგენდარული უშბის მთის სამხრეთ მწვერვალიდან 4300 მეტრის სიმაღლიდან გადმოხდა. ეს იყო ბეჟამპინგის ისტორიაში პირველი ნახტომი, ეგრეთ წოდებული wingsuit-ის გამოყენებით. უშბის მთიდან 47 წლის რუსი სპორტსმენის ვალერი როზოვის უშბის ექსპედიცია 28 ივნისს დაიწყო. სპორტსმენებმა უშბის მწვერვალის მისაღწევად ჯაფარიძის მარშრუტი აირჩიეს. მწვერვალზე ასასვლელად მათ 2 დღე დასჭირდათ. ექსპედიცია კი 8 დღე გაგრძელდა. უშბის მწვერვალზე ვალერი როზოვთან ერთად რუსთავი 2-ის ოპერატორი ნიკა ლებანიძეც იმყოფებოდა. პროექტის განხორციელება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ინბოქსის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. მინდა გითხრათ, რომ ალპინისტად მე კავკასიაში ჩამოყალიბდი. რაც შეეხება საქართველოს, აქ ძალიან ბევრი ალპინისტური მარშრუტი გამივლია. რამდენჯერმე უშბაზეც ვარ ნამყოფი, აქედან გამომდინარე ეს მთები ჩემთვის ნაცნობი იყო. ქვეყნის ხედები ყოველი მთის დალაშქვრის დროს სრულიად განსხვავებულად ჩანს. ძალიან დიდი ემოცია და შეგრძნებაა, როცა ასეთ სილამაზეს ზემოდან უყურებ. ამ ხედებმა ჩემზე კიდევ ერთხელ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ისეთ ადამიანებთან ერთად მომიწია მუშაობა, ისეთ ადამიანებთან ერთად მომიწია მთაზე ახლა, რომ სოფლიო ვარსკვლავები არიან ისინი და რაც მთავარია, ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გაახსენებ სოფლიოს, რომ საქართველოში არის ძალიან მაგარი მთები.